კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ნინომ შემოიტანა თავისი დედა ნინო რაფერ მოგჭარი თავი. რატო? აი რა ზურა სახში ვარ თუ გვიყურებს აგერ. ნახე სამოგეროთ ისეთი რამე არო. მე ხო სულ ვაქებ რაღაცებს მომენტ. ეგ სხვა უნდა შეაქოს. ჩვენი შეკებული არ არის. ხო და გასინჯე შენთვის ვამბობ რო შემაქო. უფ რა გემრიელობები გაუკეთებიათ. იცი რა ტაფით ამ გაპრანჭულ სუფრასთან კაი როგორც იტყვით თქვენი იყოს. აი რა ცანგებრიელია და ეხლა უნდა ამოგიყოთ რიგრიგობით. ძალიან კაი დღე გქონდა ხო? მე მგონი კარგი იყო დღეს მშვენიერი შემოდგომის დღე ჩავაგუგუნეთ, მშვენიერი დილა გქონდა. ბევრი ხალხი ყავდა ჩვენ გადაღებებს ყოველთვის ძალიან მახარებს რომ ადამიანები ეხვევიან ხოლმე გარს და მარტო სადღაც სტუდიაში კი არ ვარ ჩუმად შეკეტილები. აგერ ჩვენთვის თუ რამე არაპროფესიონალურად გამოგდის და რაღაცა გვეშლება, იმედია გვაპატიებენ, არა? ჩვენგან განსხვავებით გური მოზარდია და შესაბამისი კვება სჭირდება. როგორც ჩემი ბაბუა იყო და მისი საყელოცა სჭარს. მაია მიირთვი მაინც ლაპარაკით არ ლაპარაკობ, დაღიმებით არ გვიღიმი. მიირთვი მაინც. კარგად იქცევი წესიერად, მაგრამ მარტო წესიერად მოგცევა კმარა ტელევიზორში ამდენი კამერა რომ გიყურეთ. ზურიკო დავიწყოთ? რა ნინო? არა უნდა დავსინჯო. არა ჩური. მიირთვით გენაცვალე, მე არაფერ შუაში არ ვარ. ვიღაცამ ხო უნდა ილაპარაკო, თქვენ თუ უნდა მიირთვათ, მე ხო უნდა ვილაპარაკო. ტელევიზორში ვართ, ნინო. კი ბატონო, იცი რა, ამ ტელევიზორში გაკეთებას კიდე სხვა რაღაცა ისინი აქვს. მუღამები. კი ბატონო, მაგრამ იცი რა, აქ მაინც საველე პირობებში ვართ, ასე ვთქვათ რა. ნამდვილად. მაგაშია ხიბლი. შენ რაფერ გეუბნება შენი შვილი, შენი ბორში ექნება გაშინჯულიო? კი ბატონო. ქუჩაში ნინოს ცნობენ. აბა? ხო და ნინოს ყველა ასეთ შემთხვევაში უკვირს. მე საიდან? მე როგორ? და მე ვეკითხები ნინო. დამიძახები. რა 5-ის გაიარე გაჩერების იკითხო გითხარი ქალმა. მე სახთან არ ჩამომიშვა გაჩერები და მე ქალბამდე ერთი გაჩერებით იქეთ ჩამოდით რა. და სახში გაჩერებასთან არ ჩამოხვედი. არა, სამი გაჩერებით იქეთ ჩამოვედი. შენ ის მოკევით თეატრში რომ ჩამოგიყვანეს ქალბატონება რომ ჩამოგიყვანეს იმიდან რა ქვია. წინა კვირას იყო გამბავი. წინა კვირას ნინო იყო თეატრში. არც მეტი არც ნაკლები თავის და ივანზე მქონდა ბილეთი. და დავსხედით მე ჩემ შულ ჩემი ძალი და ჩემი ძილი და დავსხედით და ხალხი დაიწყო და მოვიდა ქალი ადმინისტრატორი და ქალბატონო თქვენ აივანზე ხარ წამოვწოდით პარტერით და ჩემი შული დედა გიცნობს არამეთქი და აბაზად მიდიხარ. მაგასო ნამდვილათა შენი გაშინჯული იქნება. ასე იცის ვარსკვლავებმა. ხო, სელებრიტებმაო. ასე ბორშენი ბორში ექნება გაშინჯულიო, ასე უთხრა. კი. ნინოს ბორში ფათაშორის არ გამიშინჯავს. რა და ბორში არ გამიშინჯავს. შენ ბორში არ გიყვარს, აღიარე ახლა და რა თუ გასინჯო. ხორცებიანი ბორში მიყვარს ძალიანაც, გემრიელი კაი ბორში 10 ზამთარში. ბორში უნდა იყოს ხორცებიანი. რა თქმა უნდა. მართლა? კაი არ არის. გიზდები. რატო არ არტალის ნახარში. ისიც უნდა იმის იყოს, გინდა რუსის იყოს და გინდა ჩვენ ისიც არტალის უნდა იმის. მე მიყვარს. აი საჭმელი ყველა მიყვარს. გურიკო რამე ვიმღეროთ რა. ისეც ადღე გრძელოს ვითქვი. ასე არ ჯობია. ბულბულს დავსვამ ჩიქაზე. რა რომანტიულია. ვარდის ტოტოზე ნაჯდომია. ჩვენთან ყოფნას იგადარებსო. ვარდის ტოტოზე ნაჯდომია. ჩვენთან ყოფნას იგადარებსო. შენ სანახავად მოსულვარ იმ დროს საათი იგონებს ამს. როცა ჩასწავლაზე ციტანებინები ისე მომხიბლა შენ მომშვენება ხამხამე სწავლობს. დამათენ და დავეღარა მოგცილდი ისე მომხიბლა შენ მომშვენება დამათენ და გური გიჟდები იმაზე რომ იცოდე ჩემი გულის დარდები როგორ მიყვარს მიცოდე გარეთ მზე აკვე ჩუბინაშვილი გიჟდები ეკამღერის არაჩვეულებრივად შეცდომით ცირს ჩამოსული ეკა მამალაძე
რომ იცოდე ჩემი გულის დარადე გეფიცები შეგიბა შე რომ იცი რამე გაამხიარულე თუ არა მაყურებელი საზემზე აკვეყანაზე შენახა შეცადო მიწის ჩამოსული ზენახა ეს კოპტიტო სასუპარულო სიმღერები ნაგვენღერა და ტელევიზორში ხარ მაია რაო ორი გადავაწოდე მოიტეხეთ როზენტალი შენ მართლა როზენტალი ხო არ გონია შენი თავი როზენტალი უნდა შემოვაბრუნებ პურს მაია ისე შევიდა როლში მე მგონი მართლა როზენტალი გონია მისი თავი გურო დავიწყოთ რა დამხერება თო აი საერთოდ მოგეწონა ვარდებსა და გვირილებში სიყვარულის ფერებია ბებლები და ჩიტუნები რაფლადიული სამღერა მოვლენ მოგეფერებია ზე ჩავა და მზის უბებში ბადრი მთვარე გამეფდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები დაგშვენდება ორად მიყვარხარ ვავინს გადარე და ღვავილებში ობლად გადარე ზე ჩავა და მზის უბეში ბადრი მთვარე გამეფდება მე წავალ და ჩემზე კარგი სიმღერები დაგშვენდება კარგია აბაზია ეს სიმღერა სხვათა შორის მიმღერია ამის ავტორთან ერთად ამ სიმღერის ავტორი იყო სურა ხელაია ერთი არაჩვეულებრივი თაწმიდელი კაცი იყო ჩვენი მამების თაობა და სტუდენტობისას პირველ კურსზე იყო და დაუβარებია ნიკო კეცხოვას ამ სიმღერის ისტორია უნდა მოგიყვანოთ და უთქვამს რომ ყმაწვილო თქვენზე ამბობენ რომ კარგად მღერით და იქნებ უნივერსიტეტისთვისაც რამე გააკეთოთ და იმ დროს მე მგონის წელი არ მეშლება 54 წელი იყო პირველად იმართებოდა თბილისში ყვავილების ფესტივალი და მაშინ უმღერიათ ეს სიმღერა და ტექსტი არის ნოდარ დუმბაძის და კარგია ფესტივალისთვის და ფესტივალისთვის იქ იმღერა მე ამ ფესტივალზე ამ პირველი ყვავილების ფესტივალზე მიხეილ ჭიაურელს გადაუღია ფილმი და იმ ფილმშიც არის ეგ სიმღერა იმ ფილმში მიიწია ფილმი ეხლა მაგ მუსიკასაც ნახავ ხო და ამ კაცის სიმღერა ყოფილა იმიტომ რომ მოუწებდნენ ყოფილა ესეთი სიმღერა პოპულარული ჩაის ბუჩკი ჩაის ბუჩკი ქვია მოგი იცი ეგ სიმღერა აი ტონალობაც კი არ ვიცი ვერ ვიმეორებ თუ რა ყურში მაქვს ვაი მე არ ვიცი მე და მეძებს სხვათა შორის და ვერ ნახე კიდე ეს სიმღერა არის მაგისი გოგო მოიცადე ცნობილი სიმღერა გითხარი მე თელეჭემი სიყვარული ჩემი დარდიხარ ახლა აღარ მეკარები ეს პოპულარული სიმღერა მაინ ჩემი გოგონა ხა ეს ეგეც იტია ეს ყვავილები და მაგდა უნივერსიტეტის კვარტეტი გაკეთდა მაშინ 4 მღერი და ძალიან პოპულარული იყო მაშინ დები იშხნელები და ესენი თუმე ისეთი მრავალხმიანობი და ესეთი მით მღეროდნენ ამათ ეძახდნენ ძმები იშხნელები ხარ კარგია შვენიერია მე მადლიერი ვარ დღევანდელი დღისთვის მომწონს თქვენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ყოველი დღე იმედია რომ მაყურებელიც მაყოფილი დაგვრჩა ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს თუ რამე შეგვეშალა ჩვენ არაპროფესიონალი ტელევიზიის ხალხი ვართ კი ვართ ამ წუთას თქვენთან მაგრამ აბსოლუტურად არასტანდარტულ არასტუდიურ არაპროფესიონალურ გარემოში ისე ვახერხებთ როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია თუ რაიმე არ მოგეწონებათ ამისთვის პატიებას ვითხოვთ და შეგვინდეთ გვაპატიეთ ბოდიშს ვიხდით თუ რაიმე არ იქნება ისე მაღალ პროფესიონალურად იმუშაონ პროფესიონალებმა ჩვენ საქმეში ვიმუშავებთ და ასე გამოვა საქმე მე ასე მგონია მე მგონია და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ რაც შეუძლია სიყვარულს არც ერთ სხვა ძალას იმის მოხერხება და იმის ხო აგერ გურით სულ სიყვარულზე მღერის არც ერთი სიმღერა არ ყველა პროფესიაში ასია კი ჩვენ მებაღეობას ნინო თავის საქმეში თეონა ბავშვებთან მაია თავის ძველ როზენტარის ჭურჭელთან დღეს ასე უყურებდა მზეზე ჭურჭელს
ასეთ სცენას შევესწარი. ამოწმებ და დამღებს. და ძალიან იყო შეპყრობილი თავისი საქმიანობით და მე იმდენად იყო შესული როლში, რომ მე ისე შევედი და გამოვედი არ შეუმჩნევია. ეს ძალიან კარგია, მოსაწონია. მიუხედავად იმისა, რომ ხმას არ იღებს, გული დიდი აქვს და მისი უსიტყვობა თქვენ აპატიეთ. ზურა, დიდი მადლობა შენი ასეთი შრომისთვის. ზურა მარტო ტელევიზორში კი არ არის, ტელევიზორამდე და ტელევიზორის მერე რომ შვება, აი ეგ არის საქმე. აბრუნებს ქვეყანას. მე რომ ის ასაკში შვებოდი, 5 იმდენ შრომობს. დიდი მადლობა, გური. შენ ამხელა სიყვარულის შენს გარეშე იქნებოდა მოსაწყენი ჩვენთან ერთად რომ ხარ. ამისთვის მადლობა. თეონა ბავშვებთან ასეთი დიდი სიყვარულით. თეონა, დიდი მადლობა. ამდენი ბავშვები ამას გრძნობენ ძალიან და როგორ გეხვევიან ხოლმე მე მიხარია. ბავშვები ძალიან ახალისებენ ჩვენს ბაღს, აქაურობას, ყოფას. მაგათ გარეშე რა. მაგათ გარეშე რა აზრი ექნებოდა აბა. ნამდვილად ისე. ეგ ხმები რომ უხდება აქაურობას, არც ერთი ხმა ისე არ უხდება. ხო, ჟრიამული, მაგას. ბევრი მომავალი მებაღია ჯერ ხომ არ ვიცით მაგათში რა, ვინ. ძალიან იმედი მაქვს. იცი როგორ ეტყობა ზურა, ერთი ბათუმელი ბიჭი იყო დღეს ხალხო მინდოდა რომ ჩავხუტებოდი და არ გამეშვა, პატარა. მოკრძალებული ბოდიში რომ შეგაწუხეთო მითხრა, დიც არ გამოსდის ზოგჯერ. ისეთი სიტყვები მითხრა, უფროსი რომ ვერ იტყვის. გულაჩუყებული ვარ, როცა ეგეთი შემთხვევები არის. მაპატიეთ ბოდიშ გიხდით შეგაწუხეთო ფოტოსთვის, მაგრამ ძალიან მინდოდა თქვენთან ფოტო და ჩამეხუტა, ისეთი თბილი იყო უსაყვარლესი. როგორ გიკეთკიდებენ წეღან აღარ უნდათ წასვლა. თეონას ეუბნებოდნენ რომ აქ რომ ვიყო. ჩვენო დრო გვაქვსო. დრო გვაქვსო და საღამომდეო შეგვიძლია. ეს ხო კარგია. ეს კარგია. უნდათ ამ გარემოში. ამაში თქვენ მეხმარებით და თქვენ ამისთვის დიდი მადლობა. შეიძლება პატარა ისტორიას მოვყვები რა. თუ შეიძლება და მე თუ დავამთავრეთ. არა, რა ბრძანეთ, ბრძანეთ. წეხან რომ ამ სიმღერის ავტორზე თქვი ზურა ხელაიეზე. ლეხანოვზე იყო ეს ადამიანი ჩემთან 2-3 ჯერ ნინო დღეს ღრმა დეკოლტით ხარ წარმოდგენილი. ერთი წუთით ზურკოლტეც. ეს შემდაუნებურად დეკოლტე. შემდაუნებურად, ჭიპკოლტე, დეკოლტე და ზურკოლტე. და რა უნდა ვთქვა, იცი? და ამ კაცმა მე ხო არ ვიცოდი რომ ამ სიმღერის ავტორი იყო და ითხოვა გიტარა და არ მქონდა გიტარა და წავიდა და მარჯანიშვილზე. იყიდა გიტარა, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია იყო. მოიტანა ეს გიტარა და დააწერა ავტოგრაფი თავის. ბატონი გურამ იყო დოჩანშვილ კიდე ბატონმა გურამაც დააწერა, მას შემდეგ რამდენი სტუმარიც მოვიდა ჩემთან და გიტარა ეთქობა, ყველას ავტოგრაფი იყო ზედ. 99 წელს ვიყავი ექსპედიციაში თათუშეთში, ექიმებთან ერთად და იქ ერთ-ერთ სარწვითო მანქანაზე დამრჩა. თუ ვინმესთან არის ეხლა თათუშეთში ჩემი გიტარა ავტოგრაფებით, თხოვთ და თათუშეთში ადამიანი აღარაა ნინო და ცხვართან თუ არ ვიცი. თათუშეთში ადამიანი კაცო იქნება გიждები იმ ისტორიაზე. არ ვიცი რომელიღაცა გადაცემა იყო. ბავშვებს ეკითხებიან გურიაში. რაღაც სასაცილო შეკითხვებს პრეზიდენტებზე, რაღაცა დიდების შეკითხვებს და ის პასუხობს დინოზავრებიო, სად არიანო და მაგერი ამოწყდა. საოცარი პასუხები აქვს. სასწაული პასუხები აქვს, ხო. ნამდვილად. დიდი მადლობა ყველაფრისთვის გური. ხელებზე შემცირდა და ზამთარი მოდის თოვლით. ზამთარი მოდის. მოდის ნამდვილად. ესეც იმის სიმღერა, ბატონი ზურა, ზამთარი მოდის თოვლით და რა, დღეს სპეციალურად რეპერტუარი მე მგონი დალაგებული მას. ძალიან გემრიელი სიმღერა. ზამთარი მოდის თოვლით და მოუწყენიათ. მოუწყენიათ თოვლით. ჩასულ ჩარგრებს არ ეგლექს. შარშან რომ თოვლი მოვიდა ერთად გვათოვდა ორივეს ნეტავი ახლა სადახა ამაზია. ჩემო პატარა თოვლია მოდი და ერთად ვიმღერო ერთად გვათოვდა ზეცამა ნეტავი ახლა სადახა ჩემო პატარა თოვლია მოდი და ერთად ვიმღერო ერთად გვათოვოს ეცამა კარგია ლამაზია. ჩვენ ჩიჟიბიჟისთან რა ამბებს ვათენებ და გოჭი რომ გვედგას ახლა რას ვიზამებ. როდის გვექნება ეგა? გოჩას რა კარგად წვა ვიცი, ვაპიწყინე. ახალ წელს მინო. მინდა ამჯერ აფაში ვარ.
გული თავისას მოითხო იმედი ახალ წელსაც ჭიჟიბიჟის არ გამიკეთებს და ლობიოს საცივი იქნება მამა პაპური ნამდვილი მე დავიახლა შენ გენაცვალე გური შენ გენაცვალე ჩემო პატარა მე რომ არ ვიმჩნევ გონია ვერ ხვდები ჭიჟიბიჟზე რო გადაგვატარა ერთად გვათოვზე სამა თვითონ კი ამბობ ჩვენ აფით რა უჭირს ჩვენთვის ვართ მაგრამ მე ხო ვიცი რომ ტელევიზორში ვარ ჩემო პატარა არა უშავს პუტინი ვარ თუ რა უჭირს ამთავრდება ეს გადაცემა ერთად გვათოვზე სამა შენ მოგიჩე პროდიუსერს რატო ცუდად ვიქცევი მაგი იმას ელაპარაკე მე პროდიუსერს გურის სიმღერა თუ გიშველის და შენი მელიზბებიანი სიმღერები ერთი ვნახო კაცო დღეს ხო არ მღერი ვარ დღეს გავჩუმდი აი მე როგორ მე რო არ ძალიან დიდი მადლობა უღმესი მადლობა ყველაფრისთვის იმედი აქვს ჯერათ რომ ჩვენ ერთმანეთის წრები არა ვართ ერთმანეთი გიყვარს სულ კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შაბათ-კვირამდე უღმესი მადლობა ყველას თქვენ დიდი მადლობა ვინც გვიყურებს ვინც გვიღებს ვინც გვეხმარება ვინც დიდი მადლობა ყველას მადლობა თქვენ ჩემო კარგებო მადლობა